ასეთი გაშლა მოგინახოთ ახლა თქვენი პარტნიორის თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების აზრით რას გრძნობთ მის მიმართ და ვინ ხართ თქვენ საერთოდ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ როგორ ფიქრობს თავად ანუ იმისთვის რომ ეხოთ რამე თქვენია ეს გაშლა ნახოთ რას რეზონირებს ეს ადამიანი ბოლო პერიოდში თქვენთან მიმართებაში რა ენერგეტიკა აქვს მას რას წარმოადგენს ვის წარმოადგენს თასებიდან წავიდა, ემოციიდან წავიდა, ანუ დატოვა ესეთი გაურკვეველი ემოციური ფონი თქვენ ურთიერთობაში. შებრუნა ემოციების და რაღაცეების მტკიცებისგან, სადაც კონფლიქტური სიტუაცია იყო და პრინციპში იყავით ისეთ სიტუაციაში, რომ გაურკვევლად იქნებდით ამ თქვენ ჟეზლებს და გამარჯვებული მხარე არ ჩანდა ამ სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან დიდი ნისლი და ეჭვიანობა და უნდობლობა იყო თქვენ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობა დიდი ალბათობით მიჯაჭვულობა ერთმანეთის ენერგეტიკის მიჯაჭვულობა რაღაცნაირი მგრძნობიალობა ერთმანეთის მიმართ აი თვარის მატება კლებასთან ერთად ემოციური ფონი თქვენი ურთიერთობაში შეიძლება უფრო აგრესიული ხდებოდა ბოლო პერიოდში ან თვარისავით იზრდებოდა ეს აგრესია რაღაცა თოვლის დიდი გუნდასავით კლებასთან ერთად იკლებდა ეს ემოციური ფონი ცხრებოდა მოკლედ რაღაცნაირი ესეთი უნდობლობის ეჭვიანობის ჩხუბის ენერგეტიკა სადაც საბოლოო ჯამში ეს ადამიანი შებრუნდა და წავიდა თქვენი ურთიერთობიდან დაგტოვათ ემოციებთან მარტო მაგათ არის წარმოდგენილი გადავარდა კარტი ეს არის манипуляტორი პიროვნება ეს არის ადამიანი მკურნალი ადამიანი მაგი ადამიანი ვის ხელშიც არის 4-ვე სტიქია მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი სტიქის ხმალი თასი პენტაკლი თუ ჟეზლი აიღოს და ისე იმოქმედოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მას აწყობს, რომ იმანიპულიროს ადამიანებზე, სიტუაციებზე, თავის ცხოვრების მიმართულება მისცეს იქეთ, სადაც მას აწყობს, როგორც манипуляტორ მაგს. ასევე ამ კარტით კიდევ მეორე მაგები, ექიმები, ხალხური მედიცინის ადამიანები არიან წარმოდგენილი, ასევე არიან მკურნალები სიტყვით, ხელით, ნუგეშინის ცემით, რაღაცნაირი აი ადამიანებზე ზეგავლენა ძალიან კარგად გამოსდით ექიმი და მკურნალი თუ არა ყოველ შემთხვევაში თავისი ქცევებიდან გამომდინარე ადამიანების манипуляცია და მახეშიკაბმა ძალიან ასე ვთქვათ მათი პროფესიის გარეშე და დიპლომის გარეშე თუ ატყობთ რომ თქვენზეა ეს გაშლა ნახოთ მისი აზრით რას გრძნობთ მის მიმართ როგორი ემოცია გაქვთ მის მიმართ, თვითონ რას ფიქრობს, ანუ თქვენ პიროვნებასთან მიმართებაში. ეს არის შუთი მაღალი არკანი 0, ერთ-ერთი ჯოკერი, ასე ვთქვათ. მასხარა, ცოტა უპასუხისმგებლო, ცოტა ხუმარა ტიპაჟი, იუმორი რო ძალიან უყვარს, გულწრფელი და ალალი ბავშვური, ეს არის მერწყოლების კარტი, თუ მერწყოლის სტიქიას წარმოადგენთ, უახლოეს პერიოდში საერთო გაშლებით მაინც მოგილოცავთ ჩემო ასე ვთქვათ, სტიქი ნათესავებო, მეც ასევე მერწყოლი ვარ, მინდა გითხრათ. ვინც არიცით და უმეტესობამ ჩემო გამომწერმა უკვე იცის რომ ასეა, მოკლედ თუ მერწყული არ ხართ, ეს არის ჰაერის სტიქი, ეს არის ახალი ეტაპი ურთიერთობაში, ახალი ეტაპი ცხოვრებაში. იქ სადაც მიდიხარ და არ იყურები რომ შეიძლება ხევშიც კი გადავარდე იმ დონეზე, უპასუხისმგებლოთაც და ცოტა ბავშვურ ალალათაც მიდიხარ შენი ცხოვრების გზაზე, რაღაცა განვლებული გაქვს ერთი პერიოდი შენ ცხოვრებაში და თავს ახალ ტომს წერ, ახალ რომანის დაწერა გინდა, მზად ხარ ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი მოგზაურობა იქნება, ახალი შეგრძნებები იქნება, ყოველგვარი სიახლისთვისა ესე ზედმეტი ჩაციკლის და ნერვოზული მდგომარეობის გარეშე ახალისთვის მზად ხართ, სადაც ტუზ პენტაკლი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ამის შანსი მოგდით, ყველას თქვენი გაქვთ ეს მოგზაურობას ეხება, ახალ ურთიერთობას ეხება, ახალ სამუშაო სფეროს ეხება, თუ რასაც ეხება, სამყაროსგან აი ამის რაღაცა ჯეკპოტურ შემოთავაზებას სამყარო გაძლევთ. მთავარია ამ კარტის და ტუზების მინუსი არის ის, რომ არ უგულვებელყოთ ეს შემოთავაზება და ყველა შემოთავაზება განიხილოთ, იმიტომ რომ ტუზის მინუსი ყოველთვის არის ის, რომ
შეიძლება ამ შანსმა ისე ჩაგიაროს, რომ ყურადღებაც არ მიაქციო და აქედან გამომდინარე ხელიდან გაუშვებ აი ამ შანსს, რომელსაც გაწვის ფინანსთან მიმართებაში თუ სამუშაო სფეროსთან მიმართებაში, უმეტესად ეს იქნება ფინანსთან და სამუშაო სფეროსთან დაკავშირებული ჯეკპოტი, ასევე რაღაცა ჯეკპოტი მართლა თამაშისას, რომ მოიგებ კუშს, კარგ თანხას, რომელიც აი რაღაცა დამატებითი საჩუქარი იქნება სამყაროსგან შენთვის აი ამ მომენტში, აი ამ დეპრესიულ მომენტში ზოგიერთისთვის საჭირო ფინანსების მიღების მომენტში, მოკლედ ხელიდან არ უნდა გაუშვა, არ უნდა გამოგეპაროს და ყველა სიტუაციას მიაქციეთ ყურადღება ამ კარტის მიხედვით. ძალიან მოწყენილი და დეპრესიაში ხართ, ცოტა არ იყოს. ახლა ნერვიულობთ, განიცდით, გეტირებათ, არ გეახალწლებათ, არ გეშობებოდათ, არ გეახალწლებოდათ, არ ძველ გეახალწლებათ, რაღაცნაირად ტირილის ხასიათზე ხართ, მარტოობაში ხართ, თითქოს არავისთან იმის სურვილიც არ გაქვთ, რომ თქვენი ემოცია გაუზიაროთ, მეგობარი იქნება, ნათესავი ოჯახის წევრი თუ ასე შემდეგ. მოკლედ ასეთ ადამიანად აღიქოთ, ცოტა გულჩათხრობილად, ცოტა იმპულსურათაც, რომ აი უცებ შეიძლება დაასრულოთ წერტილი დასვათ მერწყოლივით, მომენტალურად გადახაზოთ ის, რაზეც უკვე ყელში ამოგასხათ და მიხვდით, რომ ეს არის ბოლო წვეთი, ეს იყო ბოლო წვეთი და ახალისთვის ახალ გზაზე უნდა წახვიდეთ და ხელები გაუშალოთ ცხოვრების მისაღებ სურპრიზებს და საჩუქრებს. აი ესეთ თავისუფალ ადამიანად აღიქვათ, მაგრამ შეგრძნების დონეზე გრძნობს, რომ ძალიან დეპრესიაში ხართ, შესაძლებელია მისი მხრიდანაც იყო გამოწვეული თქვენი აი ამ ეპათიურ მდგომარეობაში ჩაგდება და გრძნობს, რომ რაღაცნაირად გინდათ, რომ ცოტა ეგოისტის კარტია 9-ი, მაგრამ საკუთარ ემოციაზე და საკუთარ ბედნიერებაზე იყოთ უკვე დამოკიდებული და არა ვიღაცა დამატებით ადამიანზე, რომელიც იქნება თუ არ იქნება თქვენ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარეობს თქვენი ბედნიერება. ანუ თქვენ უკვე ხვდება ადამიანი, რომ მზად ხართ ახალი საწყისისთვის, ახალი ცხოვრებისთვის, მის გარეშე თუ მასთან ერთად, მაგრამ ისეთისთვის, რომელიც თქვენ კმაყოფილებას და სულიერ ბედნიერებას და სულიერ სავსეობას მოგანიჭებთ. ეს იქნება სამუშაო სფერო, ურთიერთობების სფერო, მეგობრების წრეს, სიტუაცია და მოგზაურობა, ნებისმიერი, რაც თქვენ აგავსებთ ემოციურად. რას გრძნობს, ას კიდევ გავიგოთ, როგორ გონია მას, რომ რას განიცდით მის მიმართ. კიდევ ისევ 9-ი. გონია, რომ მიმართულია ყველა თქვენი ემოცია და მოქმედება იმისკენ, რომ სწრაფად გადაიყვანოთ აი ეს დეპრესიული ვითარება სწრაფ რეჟიმში, ისევე როგორც ჰაერის რეჟიმში, ისევე როგორც ჰაერის რეჟიმის და მერწყულს ჩვევი აი ძალიან სწრაფად მიიღოს უეცარი ურანისეული სწრაფი ასე ვთქვათ, მოქმედებები და მიმართოს ეს თავისი ჩანაფიქრი სპონტანური ადამიანი, როგორიც არის მერწყული, რომელსაც უკვე ყელში ამოუვა და რაღაცა მარწუხებს ვერ იტანს ხოლმე, როგორც წესი, ჩქარა სწრაფად იმოქმედოს. ეს იქნება ინტერნეტის გზით, მიწარმოწერის გზით, რაღაცა უცებ გავარდით იპოვეთ რომელიღაცა ტურისტული სააგენტო, საიდანაც საგზურს უცებ იყიდით და მეორე თუ არა მესამე დღეს მოგზაურობაში მიდიხართ, აი რაღაცა სწრაფ რეჟიმში გაჩვენებენ იმისთვის, რომ თქვენ აი ამ დეპრესიიდან გამოხვიდეთ, მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ უნდა იჩქაროთ, იმიტომ რომ სხვა ვითარებაში თქვენი ფიქრები და თქვენი ნერვიულობა ჩაგაგდებთ დეპრესიაში, ხელფეხშეხვეული იქნებით და აი ამ თქვენი ცუდი აზრებით, ცუდი ხმებით, ცუდი გარემოცვით, რომელიც თქვენზე დეპრესიულად მოქმედებენ, ვერ მიაღწევთ თქვენი თავის სულიერების ამაღლებას და განათებას და ხასიათი ვერ გამოგიკეთდებათ. ასე ფიქრობს ის ადამიანი, ასე რომ ფიქრობს იმას, რომ სწორედ იქცევით იმისთვის, რომ თქვენი ხასიათი გამოიკეთოთ და გამოანათოს მზემ და გაზაფხულმა თქვენ ცხოვრებაში, საერთოდ ღირსი ხართ იმისი, რომ აი ესეთი ერთგვარი მოგზაურობა მოუწყოთ თქვენ თავს სიახლისკენ. მზად იყოთ ამ სიახლისკენ და პრინციპში გამართლებთ კიდევაც, რომ ეს არის თქვენი ერთგვარი გამოსავალი იმ დეპრესიიდან, რაც ამ ადამიანმა დაგმართათ და ეს არის ის გზა,
სოციალური ქსელი და თუ რაღაცა მიმდევარი და გამომწერი ბევრი ყავთ, სადაც თქვენ კაშკაშებთ, რომ გაკვირდებათ, რომ ხართ მისთვის ვარსკვლავი, სადაც ყველა ადამიანი თქვენი გამომწერი, თქვენი ტკბება, თქვენი სილამაზე, თქვენი ფოტოებით, ვიდეოებით, ძალიან ბევრს, ასე ვთქვათ, შთაგონების წყარო ხართ ბევრი ადამიანისთვის და გამართლებთ ყველა ვარიანტში, ამართლებს იმას, რომ თქვენ დეპრესიას არ უნდა მიეცათ და უნდა დაასრულოთ დეპრესიის პერიოდი და წახვიდეთ.